მოგესალმებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ბატონ ტანჯულას. ესე რომ თქვა და ჩვენ მასთან ვართ იმისთვის, რომ ვკითხოთ თუ რა მანქანები შეიძინა, რა მანქანები მოიყვანა მის გარაჟში, ესე რომ თქვა და რატომ და რისთვის გამოიყენებთ თქვენ მანქანებს ბატონო ტანჯულ და რა მანქანებია, რო გითხრათ რა. ნუ დაახლოებით ეს ყოველივე 30 მანქანას დება რისის საშუალებასაც კანონი გვაძლევს და რისთვისაც იყენებენ ავტომობილს, იმისთვის გამოვიყენებ, მოდი ესე გეტყვით, მოკლედ. დიახ. კიდევ ხომ ვერ გვეტყვით, ან რამდენი მანქანა არის თქვენ გარაჟში, ესე ვთქვა, ახალი დამატებული და უფრო მეტი რომელი მარკა არის თქვენ გარაჟში? დაახლოებით BMW-ს მარკის ავტომობილები უფრო მრავლად ყავს, ვინაიდან BMW-ს მოყვარული გახლავართ. დიახ. რომელს გამოვარჩევდით უფრო რო გითხრათ? უფრო M3-34-ის ლეგენდარულ მოდელს. აჰა, ეს დიდი ხანია გყავთ ეს მანქანა შეძენილი? დაახლოებით 2 წელი იქნება. ძალიან კარგი. მეც მსვენია E34-ზე, ხო? ხო არ მეშლება? არა, ხსმენია ძალიან ხშირად გამომყავდა გამოფენებზე, რის შედეგადაც ყველას დიახ, გონი გადაკვეთას კი გქონია და სიტყვას კი გაგვიცვლია ერთმანეთში. კი. ახალ მანქანებზე რა სიტყვიდან, ახალ სალონზე, რაც დღეს გაიხსნა შტატებში. რამოდენიმე საათია. სიმართლე რო გითხრათ, რაც უფრო კარგს გახსნიან, უფრო კარგი არის, მაგრამ რაღაცები არ არის, თქმაც ხა არ არის ჩემგან ესე კომპეტენტური საქციელი და კარგი საქციელი რაღაცების თქმა, მაგრამ არია. აი თუნდაც რომელი მანქანა იყო თქვენთვის განსაკუთრებული ამ სალონიდან, რო გითხრათ? რავი, რომელი მანქანა იყო განსაკუთრებული და ალბათ უფრო Rolls-Royce-ის მარკის ავტომობილი, რადგან ცოტა მდიდრულია რა. ანუ გამოარჩევთ მაგ მანქანას უფრო? კი. ფიქრობ თუ არა მის გამოყვანას ცენტრიდან? ამ ეტაპზე სახსრები არ გვიწყობს ხელს. რამე გაქვთ გეგმაში? ამდენი მანქანა რო გყავთ, რომელიმეს გაყიდვას აპირებთ თუ გაცვლას აპირებთ? არა, ეს ყველაფერი საკოლექციო დამყავს. ძირითადად იდეალურ მდგომარეობაში ვინახავთ საკოლექციო. დიახ. ახლა და გაყიდვა ნაკლებად განიხილება. ანუ უფრო შეძენა გაინტერესებს თქვენ და ესე რომ თქვა შენახვა ხო ამ მანქანებში? დიახ, ქარხნულ იდეალურ მდგომარეობაში. ძალიან კარგი. არაერთხელ მსმენია თქვენს მანქანებზე, უკრაგესი მანქანები გყავთ. კიდევ რომელი მანქანა გყავთ ესე რომ თქვა გამორჩეული და რომელს აფასებთ უფრო? რო გითხრათ? ახლა ვიგეთქვით. Toyota-ს მარკის ავტომობილი მყავს, ჯიპი დაცოდინებად. მაგ ავტომობილსაც ძალიან დიდად ვაფასებ. ეს Land Cruiser-ი არის თუ არ ვწდები? დიახ, Land Cruiser-ი. ეს 200-ია თუ ახალი ჯიპები რომ არის 300-ები? 2016 წლიანია, თუ სწორად მახსოვს. მე შემინიშნავს სხვა შტატებში Toyota Land Cruiser 300. და ფიქრობენ თუ არა მაგ ჯიპის ჩამოყვანას, ესე რომ თქვათ და გეგმაში თუ გაქვთ მისი ყიდვა. ან თუ იყიდით. ჩამოყვანას ვაპირებ მე პირადად, მაგრამ შტატის კანონმდებლობა რამდენად გაწყვეტება და რამდენად ხდება კანონებში, რამდენად ხდება მაგაზე დამოკიდებული. ეს ყველაფერი თუ მოიცავს კანონი საშუალებას, რომ შევაბატო ეგ ავტომობილი და არ არის რაიმე ისეთი, რომელიც ყავს გულ სტრუქტურებს, შევიძენ აუცილებლად. როგორც ვიცი, ეს პრადო მე რაც მყავს, დიახ. სახელმწიფო სტრუქტურებშიც მოღვაწეობს. გუბერნიაში უნდა იყოს და ფიბში ყავს კიდევ. სწორად მაქვს ინფორმაცია. როგორც ვიცი, კიდევ რამოდენიმე მანქანა არის ესე ჩუმად ჩამოყვანილი, ცოტა ცუდად რომ ვთქვათ. ზუსტად მანქანის მარკა არ ვიცით, მაგრამ ერთი ვიცი, Cherokee არის თუ არ ვწდები.
აი ჩეროკი აღარ არის. და ერთი არის Mercedes-ის მარკის GLE თუ არ ვწდები. ეგენი ყველა ესე ვთქვათ კანონიერად არის ნაყიდი და მოპოვებული ამავე შტატებში. და აღდგენილი არის თვითონ ცენტრის ნაწილებით. რაშიც პირდაპირ ვიტყვი ვაშინგტონი გამეხმარა ნაწილების მოძიებაში, ვინაიდან აქ არ იყო ესეთი კარგი. რას ფიქრობთ, მერიას მიიღო ეს ახალი მანქანები? ასეთ მეუღა, ვინაიდან ახლა მაინც ისეთი ადგილია, სადაც ახალი მანქანებია საჭირო. აჰა, ძალიან კარგი. ხოება უპირველეს ყოვლისა. დიახ. გადამოწმების მიზნით თქვენ თუ ყავთ თქვენი მანქანები დაზღვეული და ესე ვთქვათ გამართული. ბევრი არის ისეთი, ფოდიშით გაწყვეტინებთ, ბევრი არის ისეთი ადამიანი, ვინც ლიხაჩობს ქუჩაში და არ ემორჩილება წესებს. ერთადერთი ავტომობილი, რომელსაც დაზღვევა არ გააჩნია, ეს არის Mercedes-ის V12, ვინაიდან საკმაოდ ძველი არის და შესაძლებლობა არ არის, რომ მოვიყვანო კარგ მდგომარეობაში. ახნულ ნაწილებს ფიზიკურად ვეღარ შოულობ და ღვიწევს კუსტარულად ამზადება ხელით. ბოლომდე რომ დამზადება ჩვეულებრივ გაივლის დათვალიერებას აიღებს ანესაბუთს და გაფორმდება ჩვეულებრივ ყველაფერი. ჩვენს მაყურებელს ხომ არ ეტყოდით რამე ორ სიტყვას? მეტყველებს ადამიანის შესაძლებლობაზე, ესე ვიტყვი, შემდგომ ავტორიტეტზე. რაც უფრო ძვირიანი მანქანა გყავს და რაც უფრო მოვლილია და გალამაზებულია, უფრო კარგი წარმოსაჩენებლობა ხარ. ამას გეტყვით, რომ მოვარდნოთ ავტომობილებს, დავაზღვიოთ და იაროთ ჩვიდაც წყნარა და სადმე სტოლბაზე არ შემოექვიოთ. ან თქვენ იმის თქმას გინდათ, რომ რაც უფრო კარგი მანქანა ყავს, მით უფრო გაფასებენ? არა, მაგის თქმა არ მინდა, ეგ ზოგადად ავტორიტეტი არა მანქანა ყავს. ყველა მანქანა თავისი ავტორიტეტი და დამახასიათებელი ტიპია, უბრალოდ სადმე არ აყვისთავდნენ. ესე უხეშად რო ვთქვათ. დიახ. ეს რა ქვია, ამ მომენტს ტურს დავადებთ, თუ შეიძლება, თორე ესეთი ბილწვი სიტყვა ჩვენთან არ მოსულა. ამიტომ უნდა დავფაროთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. კი ბატონო, თქო, ცოტა მსუბუქადაც ვიტყვი. უკვე ნათქვამია და ამას ვეღარ ამოვჭრით. კარგით, დღეს სულ ეს იყო ამ თემაზე ყველანაირად შევეხეთ მანქანებს, ვეცადეთ რომ გაგვიგო უფრო მეტი ბატონი ტანჯულისგან და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ მაყურებელს ყველაფრისთვის და ისევ მოგესალმებით, ისევ და ისევ ჩვენ ჩართვა გავაკეთეთ ბატონი ტანჯულის სახლიდან და გვესაუბრა რამოდენიმე მანქანაზე. ეს კი მისი ერთ-ერთი უკარგესი და უძლავრესი მანქანა. როგორც მითხრა, თვითონ ეს არის Ferrari-ის მარკის მანქანა. და ის გამოირჩევა სიარულითაც, სილამაზითაც და ძალიან კომფორტული მანქანა არის. ბატონო ტანჯულ, თუ შეიძლება რომ მოხვიდე და ერთი-ორი სიტყვა მანქანაზეც რო გითხრათ. გამარჯობა, მოგესალმებით და გამარჯობა ისევ. თქვენს მაყურებელს, ბატონებო, ეს ავტომობილი მოგახსენებთ საკმაოდ ძველი არის. F315-ის მოდელი არის. თუ არ მეშლება, აქ ხლავე ჩაგახედავთ. Draus davurset გაქვს. დიახ, სალონის საინტერესო ფერებში არის და ძრავაც რომ განახოთ თუ შეიძლება. ეს საბარგული არის ბატონო? არ ხდება კაპოტი უკან. ანუ ანომალიას აქვს აქ ადგილები, ამისთვის ძალიან დიდ ბოდის გიხდით, არა უშავს. სათავსოს მოკარი თვალი როგორც ხედავ და ძალიან დიდი ტევადობისაა. სამოგზაუროდ რითი მიდიხართ ბატონო ტანჯულ, ანუ Ferrari-ს იყენებთ? სამოგზაუროდ, არა, როგორ ვეყადრებათ. სამოგზაუროდ Ferrari ცოტა უხერხული არის Ferrari-ს გადაადგილება. ანუ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება. ჯიპს, ან რავი, საოჯახო რაიმე ავტომობილს, რომელიმე. დიახ.
როგორ პრიორიტეტს ანიჭებთ? რას ანიჭებ უპირატესობას ბატონო? რომელ პრიორიტეტს ანიჭებთ მეთქი ამ მანქანას? როგორ პრიორიტეტს? ეს უფრო ლეგენდარული ძველი ავტომობილია. კლასიკური. დიახ. და ასე ვთქვათ, ცოტა ელეგანტური? ელეგანტური შეიძლება სიტყვები არ ყოფნის ფიზიკურად ეხა რომელი ერთი ვთქვა. დიახ, მეც რომ შევამჩნიე უკვე დავიბენი, ესეთი კარგი მანქანა არის, დიახ. დაგითანხმებით მეც და თუ კარგად გახსოვთ თქვენ რა ფასი დაგიждათ ეს მანქანა და ჩამოყვანა რა დაგიждათ ამ შტატებში. რო გითხრათ? დაახლოებით ჩამოყვანა ნომრების აღება ძვირი არ და დამжда რა 20,000 დაგვიждა ნომრები და გამბაჟება ყველაფერი. თვითონ იქ ვიყიდეთ $8 მილიონ აუქციონზე. დიახ. ჩამოყვანა სადღაც 3 მილიონი დაგვიждა. შტატებში როგორი რეაქცია გამოიწვია ხალხში? ნუ ესეთი რაღაცები ალბათ უფრო უკეთეს ავტომობილებს არ შეჭროულები. ან არ იციან რა ავტომობილია, ხშირად ხდება ხოლმე. ახალგაზრდა თაობამ არ იცის ძველი ავტომობილების შესახებ და საჭიროა რომ გაიცნონ. როგორც ვიცი, დიდი გამოხმაურება მოყვა BMW E34-ს. ახალგაზრდებში. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, ვინაიდან ეხლა მაინც ლეგენდარული მოდელია, წარსულში ძალიან გვასახელა, ასე ვთქვათ. მასთან ისეთი პიროვნება გადააჯდებოდა მანქანით და ესეთი პიროვნება იყო წინაპატრონი, რომ ასე ვთქვათ, ცოტა მოხდებით. ლეგენდარული სახელი დატოვა, ხო? კი და ხარხულიც იქნებოდა ეხლა მანქანაზე რო არ წოდნოდა ხალხი. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ესე რომ ვთქვათ, დაახლოებითაც კი არ იცის რა მანქანა არის და რისთვის არის ეგ შექმნილი. და ვის ყავდა და რატომ ყავდა? როგორ მართავდა მას? ხშირად შევხვდებით ეხლა ახალგაზრდებმა ბევრმა არ იციან ვინაიდან და რადგანაც გადასულები არის რაღაცა ელექტრომანქანაზე, რომელსაც რავი მანქანაჯერო რო აღიარებთ. და არ ვიცით კიდე რა იქნება 5 და 10 წლის შემდგომ და ეს მანქანები 10 წელია და 20 წელია აგერ ასე დგანან, მუშაობენ და თუ უდიერად არ მოვეყურებთ ემსახურება ჩვეულებრივად. უდიერ მოპყრობაში ალბათ ხვდებით რასაც გულისხმობთ. კარგით, ძალიან დიდი მადლობა ასეთი უძვირფასესი მანქანის გამოყვანისთვის. კიდევ შევხედავთ რამოდენიმე ახალ მანქანებს, თუ შეიძლება და შემდეგ კი დაგემშვიდობებით, თუ რამოდენიმე მანქანა გყავთ ისეთი, კარგი და უფრო ახალი. და შემდეგ დავასრულებთ ჩვენს გადაცემასაც. ყავს ახალი ავტომობილებიც რა თქმა უნდა, მარტო ძველი და ესეთი ექსკლუზიური არა. შემოვიფარგლებით ისეთი ახალი მანქანებით, რომლებიც არის Mercedes-ი, BMW და ასე შემდეგ. შესაძლოა რაიმე ელექტროავტომობილიც მოიძებნოს. როგორც თქვენ გვითხარით, ლეგენდარულ BMW E34-ს შეგიძლია რომ გვანახოთ და გამოვიყვანოთ. დიახ, შეიძლება ყველაფერი. უგნებავთ ეს ავტომობილი გადავაყენებ და სალონი დაათვალიეროთ. დიახ. ხანა მე გამოვიყვანე. ლეგენდარული BMW E34, ხო? დიახ, M5 თავისი წლიანი ისტორიით. ეს რამდენად შეიძინეთ რომ გითხრათ რომ შეიძლება და რამდენი ხანია გყავთ? დაახლოებით მანქანაში გადახდილია 1 მილიონი. გაძლიერებულია ანალოგიურად შესაბამისად რომ გაუძლოს ყველაფერმა. გაძლიერებაში გულისხმობს სავალ ნაწილს, ვინაიდან აღარ იწარმოება ესეთი მასალა, ესეთი მტკიცე და ყო. გამოსადეგი როგორც ადრე იყო. მე როგორც ხვდები, ეს მანქანა მიახლოებული არის თვით იმ ლეგენდა ადამიანის მანქანაზე, თუ არ ვცდები. მაქსიმალურად მიახლოებულია ფერიც, ყველაფერი, დისკები და საბარგულის პრობლემა აქვს ამ ეტაპზე.
რომელიც რატომღაც აღვიანებს ჩამოსვლას. აპირებთ თუ არა მის გაყვანას აუქციონზე ან სადმე, ან უპირებთ თუ არა გაყიდვას. ამ მანქანას მანამ არ გავყიდი, სანამ შესაბამის პატრონს არ ვიპოვი, რომელიც მოუფრთხილდება და ეყოლება იდეალურ მდგომარეობაში და ქალაქში გიჟევი დარიულის. როგორც ეს ახალგაზრდები თქვენი როგორი ისტორია გაქვთ ამ მანქანასთან დაახლოებით, რო გითხრათ? როგორ გითხრათ ესე ისტორია. რამოდენიმე სიტყვით გვაგვიწერეთ. შევისყიდე, გავაკეთე, დავააპგრეიდე პატარა და იშვიათად ავტოგამოფენებზე დამყავს. მონაწილეობა თუ მიგიღიათ, ესე რომ ვთქვათ, ღამის რბოლებში. არა ბატონო, საშიშია და გავს რაღაცებს საკმაოდ წინააღმდეგები, ვინაიდან საფრთხეს უქმნის ადამიანის და სიცოცხლეს, თუ არა მარტო ადამიანის, ეხლა შეიძლება ავტობანზე რაღაცა მოხდეს მაინც. მე მსმენია ამ მანქანას დრიფტისთვისაც იყენებენ და ამას როგორ ემხრობით? უბრალოდ მანქანის ტანჯვა არის ესეთი მეტი არაფერი. ძალიან კარგი. ბატონო ტანჯულ, ძალიან დიდი მადლობა ასეთი ინტერვიუსთვის და ასეთი ჩაწერისთვის. ძალიან კარგი მანქანები გყავთ და იმედია უფრო და უფრო კარგ მანქანებსაც მოიყვანთ, როდესაც ჩვენ ჩავწერთ ისევ ახალ ინტერვიუს. დიახ, ეტაპობრივად ახალ მანქანებს და ამავდროულად საკმაოდ ძველებსაც ჩამოვიყვანო, რომლებიც ასე თუ ისე აფირმებშიც არის გადაღებული მოგეხსენებათ. დიახ. უბრალოდ მანქანები ყავს და რა საკოლექციო კიდევ ერთხელ აღნიშნავ. კარგი, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. თქვენთან იყო ბატონი ჯოი ლონარდო და ბატონი ტანჯულა სპეისი. ძალიან დიდი მადლობა და დარჩით ჩვენთან.